სხვათა შორის ლივერპულმა ევერტონს ვერ მოუგო. 2-2 დასრულდა, ძალიან მაგრა ეთამაშა ევერტონი, ეს ერთი. მეორე სართიჭალის შტურმის მაისური მაცვია, იმიტომ რომ მე ვარ სართიჭალის შტურმის გულშემატკივარი. რადგან დინამომ არ გაამართლა, თბილისის დინამოს გულისხმობ, თან ისეთი საცობებია, რომ დინამოს სტადიონზე მალე ჩავდივარ სართიჭალაში. მოგესალმებით მეგობრებო, ZZ მე-7 რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. გილოცავთ ყველას. ჩვენმა ბიჭებმა შვეიცარიას და ნიდერლანდების ნაკრებები რომ დაამარცხეს, მოგეხსენებ? არა. დაამარცხეს ცოტა რბილი ფორმა, შვეიცარია, ნიდერლანდები. რა თქმა შეიძლება გადაუარეს. კი ბატონო, ოღონდ გადაუარეს ნიდერლანდებს 47 და შვეიცარიას გაანადგურეს. ეგეც რბილია. ხო, მივაგენი. ჩვენმა ბიჭებმა შვეიცარიის ნაკრები 110-0 აოტნეს. არ გეგონოთ მე მოვიფიქრე რამე, ეს აი ნახეთ ისტორიულ წყაროებში ქართველებმა თურქთა ლაშქარი აოტნეს. აი ესეთი სიტყვებს შეხვდებით, ამასე რომ ჩვენ შვეიცარია აოვტენით. დიახ. ისე მაგალითად მე რო ვიყო რომის პაპის ადგილას, ამ თამაშის შემდეგ შვეიცარიელების დაცვის იმედი ნამდვილად არ მექნებოდა ძმაო. დავაყენებდი ქართველებს იმ დაცვაში. დიახ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბიჭებო და წარმატებები ჩვენს მორაგბეებს. ძალიან მაგარი. აქვე სანამ ფეხბურთზე გადავალ, კიდევ ერთი მაგარი ამბავი არის ის, რომ UFC-ში თავის პირველი ბრძოლა მოიგო ალექსანდრე თოფურიამ. ავსტრალიელი კოლბი თიქნესი ავსტრალიაში დაამარცხა. ალბათ ყველამ ნახეთ ის ულამაზესი გდება, ესე იგი ისეთი ლამაზი გდება იყო, რომ სიდნეის ოპერამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა სანახაობის მხრივ. სხვადასხვა იმ ავსტრალიელის მწვრთნელი ასევე ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყო, რომელიც თავის დროზე ალექსანდრეს ძმამ ილიამ დაანოკაუტა და კამარი ჩამოართვა. მოკლედ ავსტრალიაში ახლა ანუ აი საშიშები რა არის, ნახეთ, მომაგვტინებელი ლურჯი რვაფეხა, ძაბრისებრი ობობა, შხამიანი ბზიკი და ძმები თოფურიები. აი ეს მიემატა საშიშროებათა ჩამონათვალს ავსტრალიაში, ავსტრალიელებისთვის. მინდა მიულოცო ალექსანდრეს და წარმატება ვუსურვო ილიასთან ერთად, სხვათა შორის ცნობილი ანდაზა რო არის ძმა-ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო, ეგ ამაძე არ მოქმედებს ბიჭო. იმიტომ რომ სულ თეთრი დღე უდგათ. სულ იგებენ და რა ის შავი დღე, თუ გამაგიჟეთ. ხო. ახლა გადავიდეთ ფეხბურთზე და ერთ რამეს ვიტყვი ძალიან უცებ. ატალანტას მცველმა ბრიუგეს თავდამსხმელს უთხრა შეჩემაო და 11 მეტრიანი დაუნიშნეს. სხვანაირი ახსნა ამ 11 მეტრიანს ნამდვილად არ აქვს რა. ხო, ეს მაინც მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ ახლა სანამ ლიგის თამაშებს მიმოვიხილავთ, ხო? აუცილებლად უნდა ვთქვათ, კვარას შესანიშნავ გოლზე ლიგა 1-ში. მონაკოს რო გაუტანა. ვაიმე, რა მოასრიალა ის საცოდავი მცველი მონაკოსი ბიჭო რა. თუმცა საცოდავი რატოა, კაცო? იმ ხელა გასრიალდა, რომ ბაკურიანში ბრინჯაო მისცეს ოლიმპიურ ფესტივალზე. ხო, მივადექით ახლა სიტი რეალის დაპირისპირებას. ნუ რა უნდა ვთქვა ახლა? გრძელდება გვარდიოლას წაგებების სერია, არ ვიცი ეს რისი ბრალია, ზოგი ამბობს დეპრესია აქვსო, ცოლს რო გაშორდა, იმიტომ დეპრესია არა ის. მე მგონია რომ ეს ცოლი აყენებდა ამ ტაქტიკას. ტაქტიკას უდგენდა თამაშის ცოლი. რა ვიცი ძმაო, სანამ ეგ ქალი ყავდა, ყველაფერს იგებდა და ახლა ყველაფერს აგებს. სხვათა შორის მატჩის წინ სიტის ლეგენდამ და ძალიან კარგმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ დაწერა რომ თუ რეალი სიტის მოუგებსო, კასტრაციას გავიკეთებო. ხო და ახლა აგუერო რა ვქნა, სელენა დაგიძახო დღეიდან. ხო და რა ვიცი, ჩემო აგუერო, ახლა ის გადაგჩენია, რომ რეალი რო ლიგას მოიგებს, ძუძუებიც გაიკეთო და შვენიერი სამხრეთ ამერიკელი ნაშა გახდები ძმა. ნუ ბარსა როგორც იცით გასულია, მერვედფინალში და ისვენებდა და ბიჭები კარხასიაძე არიან, მაგალითად რაფინიამ ტატუ გაიკეთა და თქვა, შემდეგი ტატუ ლიგის თასი იქნებაო. როგორც ჩანს რეალში გადასვლას აპირებს და გვიმალავს ეს ჩემისა.
და ბოლოს ქართულ ამბებსაც შევეხოთ. ქუთაისის ტორპედოს ახალი მწვრთნელი მოგეხსენებათ, რომ ტორპედოს ახალი მწვრთნელი ყავს. ეს გახლავთ გერმანელი სპეციალისტი დირკ შუსტერი, რომელიც გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელია. სხვათა შორის დირკი ცნობილია იმით, რომ სუსტ გუნდებს უდგება სათავეში და წარმატებულ გუნდად ხდის. ანუ სუსტ გუნდს ხდის წარმატებულსო. მერე დირკ meine Liebe. რა ჯანდაბა გინდოდა ქუთაისის ტორპედოში სუსტი გუნდი თუ გინდოდა დინამო თბილისი აგერ არ არის? რას ვიზავთ ძმაო, ყველა ჩვენ თავზე ვფიქრობთ. მე კი ვარ სართიჭალის შტურმის გულშემატკივარი, მაგრამ ეს დინამო ჩემი ძველი გუნდია და მაინც მეფიქრება, თორე ქუთაისის ტორპედოს წარმატებაც გამეხარდება, რა თქმა უნდა. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი და იქ ნახავთ ჩემმა ოპერატორმა გიორგი ჩიტაძემ როგორ იყიდა ტანკი. ეს თან ის გიორგი ჩიტაძეა მაწონში რო არ ხარჯავს ფულს ბიჭო. მაწონში ფული ენანება და ტანკი იყიდა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი. დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი მხარდამჭერი გახლავთ მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ სტუმრებს, უმაგრესი სტუმრები გვყავს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ასეთი სტუმრები მაინც ხშირად არ გვყავს ხოლმე. გეტყვით ახლა რაშია საქმე. დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები მორაგბეებს გულისხმობ, რაზეც მონოლოგშიც ვისაუბრეთ, უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა და 6 ერის გუნდებსაც კი ვაშინებთ. დიახ და მოგებული გვაქვს უკვე მათთან. ძალიან მაგარი ამბავია, მაგრამ ყველაფერს ხო თავის ისტორია აქვს, ხო? ყველაფერი რაღაცით იწყება, ანუ ტრადიცია რო არ გქონოდა, ასეთი შედეგი ვერ დადგებოდა ასე უცებ ჰაერიდან. რატო არა აქვს შვეიცარიას, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა აოტნა, ხო? ასე რომ, მეგობრებო, შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, რომ საბჭოთა კავშირს პირველად მორაგბეები გამოეყვნენ. ანუ პირველები იყვნენ ჩვენი ნაკრები გააკეთეს საქართველოს ნაკრები და პირველად ისინი გამოეყვნენ საბჭოთა კავშირს და მეტიც გაგანია პერესტროიკის დროს 89 წლის 12 სექტემბერს პირველი თამაშიც ჩაატარეს ზიმბაბვეს ნაკრებთან. მოკლედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ მოვიწვია ამ მატჩის მონაწილეები ჩვენი ისტორიული მორაგბეები აი ამ ყველა დიდი გამარჯვების წინამორბედები ალეკო ხვედელიძე და მიხეილ ხარატი. მოგესალმებით ბატონო ალეკო, ბატონო მიხეილ. ხოვთ დავბრძანდით. მოკლედ, აი ასე, ესე თქვენ ხართ პირველი ბორჯგალოსნები. კი ბატონო. ეს მე სხვა დატვირთვა მქონდა. სხვა დატვირთვა გქონდათ. კი. რა დატვირთვა გქონდათ? ძირითადად იყო საზოგადოების საჯანყების დატვირთვა. ორგანიზაციულ საკითხებს ორგანიზაციულ და მე ვიღებდი მარტო მაგ თამაშს. კაცშიც არ გადაუღია მეტი. აჰა, ანუ ეხლაც არსებობს ეს კადრები? არსებობს, ცოტა გამოვაგზავნე და მე ისა რა ქვია, მაშინ ცოტა რთული პერიოდი იყო და ბევრს ეშინოდა რომ გადაიღოთ და გამოგვივიდა ისე რომ გამორჩი მამანა მოგიდა ხელი, როცა თამაში ვერ მიიღო მონაწილეობა, სხვა მხრივ გადაწყვიტა კომუნიკაციასთან ისა რა ქვია. არანაკლები საქმე გაგიგეთებიათ. ახლა მოუდგენელია. საიდან მოგივიდათ თავში ასეთი რამ, რომ აი ქუთაისში გეთამაშათ ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ 99 წელს ჩამოვიდა ზიმბაბვეს ნაკრები SSR-ში, საბჭოთა კავშირში რა. და ჩვენამდე ითამაშეს ორი თამაში. ერთი იყო მოსკოვის გუნდების ნაკრებს ეთამაშა. უკრაინაში წავიდნენ, ოღონდ უკრაინის ნაკრების სახით არ უთამაშიათ. რაღაც კლუბების ნაკრების ხო, გასაგებია. და მესამე თამაში დააპირეს ჩვენთან და ჩვენთან რო ჩამოვიდნენ, ჩვენ დავარქვით საქართველოს ნაკრები. პრინციპში საქართველოს ნაკრები ვიყავით, იმიტომ რომ როგორ იყო, იცით, 15 კაციდან ვინც მოედანზე ვიყავით, 8 ქუთაისელი იყო, 7 თბილისელი იყო. და იყო საქართველოს ნაკრები რა. და ერქვა და აღმოჩნდა რომ პირველი საქართველოს ნაკრები ჩვენი მორაგბეების გუნდი გააღმოჩნდა რა. ძალიან მაგარია. ოფიციალურად ფიქსირებული იყო როგორც საქართველოს ნაკრები, ფორმაც იყო მაშინ ღვინის ფერი, ჩვენ დროშის ფერები იყო, სურათს გადახედავთ.
ეგ იყო და პირველი დროში, პირველი რესპუბლიკის დროში. რესპუბლიკის დროში, დიახ, ღვინისფერი, შავი და თეთრი, ეს იყო და ნუ გაძედგილი ქუთაისი წვიმა საშინელი, მაგრამ ნუ გატენილი სტადიონი, ეს ხალხი, რავი, ძალიან აჟიტირებული, იმიტომ რომ 9 აპრილი უკვე მოხვედრილი იყო საუბედუროთ და ეს ოჰა, მომხდარი ამბავი. ხო, 12 სექტემბერი. 12 სექტემბერი იყო, მე მთელი ეს ყველაფერი ჩაიარა და ეხლა უკვე ჩვენც რაღაცა ისეთ იმაზე ვიყავით, რა ქვია, ქართველები რომ აღკინებულები თქვენი წვრილი შეტანა გინდოდა. ეხლა საქართველოს ნაკრები თან ეს ორი თამაში იმათმა მოიგეს. თან ეს ზიმბაბვეს ნაკრები ხელსამოსაკრავი გუნდი არ იყო 87 წლის პირველ სოფლიო ჩემპიონატზეც მონაწილეობდა და 91 წლის მეორე სოფლიო ჩემპიონატზე. ანუ ჩვენ რომ მოუგეთ იმის მერე კიდე სოფლიოზე გავიდა. ჩამოვიდა მესამე თამაშზე საქართველოსთან ახლა ის ორი თამაში მოგებული ხონდა ეგონა რომ ახაც გასეირნება დახვდებოდა მაგრამ ნურას უკაცრავად. რა ანგარიშით მოუგეთ? 16-3. 16-3, ანუ ერთი ჯარიმა გაგიტანეს სოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებმა მეტი ვერა. მაშინ ეს რა ქვია ზანოს დამიწევა ლელო მაშინ 6 ქულიანი იყო. 6 ქულიანი. 7-იანი, მაშინ 6-იანი. თავის გარდასახვით იყო 6. 4 და 2. 4 და 2 იყო. ერთი ლელო დავდებით და დანარჩენი მე ცხონებული ნუგზარ ზაგნიძის ფეხს ვენაცვალე. ბეყესი. გამოიყენა ბევრი ჯარი. ჯარიმები უთხრით? ჯარიმებით ერთი ლელო გავიტანეთ და ესა თან. ხო, არა, ეხლა ნუ სოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ისიც პირველად თამაშობდი ამ 9 აპრილის მერე თან საქართველოს ნაკრები გერქვა და გადარეულები ვიყავით ბიჭები. ხალხის ავსე, ხო? თლაც ავსე არ იყო. მაგრამ ის მაშინ ჩვენ დროს რაგბი ესეთი პოპულარული არ იყო და აი როგორ იყო ეცი ერთმანეთში გადავდით ბიჭები პანაშვიძე მივდივართო რა იმიტომ რომ ძმაკაცები მოდიოდნენ ოჯახის წევრები მოდიოდნენ და ვინმეს გოგოს თუ უყვარდა შეყვარებული და თავის სასტავი გოგოები სოლი და ძალიან მოგარი იყო და ისე რომ ვინმეს არ ყოლოდა მორაგბე და ისე მოსულიყო ძალიან ცოტა იყო მაგრამ ეგენიც სანამ განვაგრძობთ საუბარს, რაღაცა გაქვთ ჩემთვის მოტანილი და აი ბატონი მიხეილი გადმოგცემთ ახლა. ეს არის მე რომ ვითამაშეთ ზიმბაბვეში. ხო. ეს არის პირველი რა ვიცი აფიშა რომელიც საქართველოს საერთოდ ვიღაცამს გაუკეთებია და ეს გამოგვიგზავნა უელსელი მსაჯი იყო, რომელმაც იმსაჯა ეს თამაში და ჩვენ არ გქონდა ეგ ფიზიკურად რა. ნუ ძალიან რაღაც ისეთ ძველებურ სტილში და აუ ძალიან მართლაც ძველებურ სტილში აფიშაა, ეხლა მე ვანახე. და რა შეასაქმეოთ არის, იცი, რომ მოუგეთ. აბა გადაიღეთ. დიახ, გისმენთ. რომ მოუგეთ ზიმბაბვეს ისე დაიბოღმენ, დაგვპატიჟეს, აბა ჩამოდით ჩვენთან რა და სადღაც 9 წელიწადში აპრილის დასაწყისში იყო ჩავედით ზიმბაბვეში და მე მოგიყვებით მაგის ისტორიებს. კი ბატონო. აქ ძალიან მაგარი. კიდე ესეთი სათამაშო. ესეთი. დასამაგრება. ო, ძალიან მაგარი. ეს კიდე ნაკრების ხელმოწერით. ეს დღევანდელი ოპა! ოპა, რა მაგრობა, ამასაც ვანახებ. აი ტყუილა აცეცებთ ეხა თვალებს აქ სტუდიაში ზოგ-ზოგი ერთები. აფიშაც ჩემია. პინიც. და ჩემი ხო რა მაგრა წერია ნახე. Saturday. არა ის სპონსორებია ძალიან სასაცილო. 14 აპრილი. Mercedes-ი და ის. ო, ბიჭო, სპონსორები ნახე. ძალიან მაგა Mercedes-ია სპონსორი. მაგარი თამაში. Zimbabwe და Georgia Rugby Union. ზაგნიძე, საცერაძე არეულია ნომრები, მაგრამ ხვედელიძე, ხო? აგერ ხვედელიძე. გეგუჩაძე წერია? გეგუჩაძე, ლიპარტელიანი, მარჯანიშვილი. კაპიტანი იყო. თავაძე, ჩავლეიშვილი, პაშა. ჭეიშვილი, კი ბატონო. ცულა. კერაულტი? კერაული. კერაული. რატო აქ ბოლოს ფრანგულად წერია ალბათ, ხო? რაღაც. მაგრამ ზიმბაბვეში ინგლისური არ არის? ზიმბაბვე ინგლისური. კერაული ასე წერია. საერთოდ რომ დაწერეს ეგ არის. კერაული უნდა ყოფილიყო. იგორი. ბაღურაძე, ტურძელაძე, ლილუაშვილი, გიუნაშვილი, რაფავა. კი ბატონო.
აი ეს გვარი ნახე როგორ წერია ხუადე ხუადე ხუნდი ჩვენი მაგაცი რომელიც ანუ სწორად წერია მე მეგონა ესეც ხო შეეშალა ჩერქეზია წარმოშობით ქართველისელი ჯიგარი ჩერქეზები ჩვენი ძმები არიან აი აქ არის გაზდილი მამამისი და ესე იქ გაზდილი ჩერქეზებიც ჩვენი ძმები არიან ბატონო შვანგირაძე ჩერქეზები და ინგუშები შვანგირაძეს ბიჭი თამაშობს ეხლა ნაკრებში ვა ჯაფარიშვილი ჯაფარაშვილი ფხაკაძე გიუნაშვილი და ნაჭყებია მერე კავთელაშვილი კილასონია მწვრთნელები და მენეჯერი ფრუიძე აი მოგახსენეთ სრული შემადგენლობა ძალიან მაგარია ანუ მე კიდე იცით რა მახსოვს ეს ეთყობა შემდეგი თაობაა 7 ნომერზე ლეჟავარო თამაშობდა კი ახლა დარე გამწუჩია და ანუ ამ გუნდში არისო ჩვენ ვიყავით პირველი თაობა მე სადღაც ეს ომეანობა და ის რო იყო მე ხო გამოვეყავით ეს ერთ ჩემპიონატს 92 წელი პირველი წელი ვითამაშეთ და მე ფაქტიურად გუნდი დაიშალა რა ლოკომოტივიც დაიშალა აიაც დაიშალა ძალიან ბევრი ბიჭები ზოგი უცხოეთში წავიდა, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგი ის და ვინც დარჩენ უკვე იმათმა გააგრძელეს ეს რეგბის ისა რა. აჰა, გასაგებია. არა, ძალიან მაგარი, მე მახსოვს ეს თამაში. კი. გერმანიასთან თავის ხუბა მაგიდო გახსოვს. 7 ნომერზე თამაშობდა, ლეჟავა, ცოტა გზელით მაქონდა. ძალიან აი დღემდე მახსოვს რა, არ მოვიწყდება ეს 7 ნომერი რაგბში ჩემთვის აღიქმება. ძალიან მაგარი. ლეჟავასთან. კარგი, ჩემგან მოიკითხეთ, კიდე რომ დაგირეკავთ. მე და ლეჟომ ფაქტიურად ერთად დავიწყეთ გპ-ის გუნდში, პოლიტექნიკურის გუნდში. მოკლედ აუცილებლად ჩემგან გადაეცით. აუცილებლად ეხლა უნდა დაურეკო. პატივისცემა და უთხარი რომ ოთარ სტატიშვილს თქვა დღემდე 7 ნომერი აღიქმება. აუცილებლად. როგორი ლეჟავასთან, ეს მახსოვს, აი ზურგიდან რო აჩვენებდნენ, ძალიან მაგარი იყო. კარგი, ზიმბაბვეში ჩავედით და ჩავედით. ჭამეთ ანტილოპა გნუ. ასე უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია. ზიმბაბვეში იცი რა. ხო ჩავფრინდით. ხო. პირველი თამაში დაგვინიშნეს 4 დღეში. 4 დღეში რატო დაგვინიშნეს, იცი? აკლიმატიზაციის პიკი გქონდა 4 დღეში რა, იმიტომ რომ ზამთრიდან ჩავედით ზაფხულში. და 4 დღის თავზე საერთოდ ესე ყოფილა აკლიმატიზაცია გაძლევს ყველაზე დიდ პიკს და ნუ წარმოუდგენელია მაშინ კარგად თამაში. ძალიან რთულია. პირველი ტაიმი რო ვითამაშეთ, ვერ გავიხსენით რა, ვაფშე. აი ვერს უნთქავდი და მეორე ტაიმში როგორც იქნა გავიხსენეთ და პირველი თამაში გვათამაშეს ნაკრებთან და წავაგეთ 10-6. 10-6 წავაგეთ. ეხლა გიხსენ, რატო ყვებ. ესე იგი პირველი დღიდან აი ბოლო თამაშამდე, რომელიც არ არის უკონდა ისევ ნაკრებთან. სუფრაზე არ მოჰკლებია მოხარშული ანტილოპის ხორცი და შემწვარი გოჭები და ყველაფერი. ა გოჭები იმათაც იციან შემწვარი. მოგიყვები მე ერთ იმაში რა ქვია რეგიონში თამაშობდით. რაღაც ისეთ ანუ რამდენიმე თამაში ითამაშეთ? 4 თამაში. 4. ანუ 4 იყო, მაგრამ 2 ის იყო. 2 ნაკრებთან თამაშით, მაგრამ ერთ-ერთ რეგიონის გუნდთან რო ვითამაშეთ დიდი ტახი ქონდათ იმას წამოგებული შამფურზე და ამას ატრიალებდნენ. მე კრაინი ვიყავი და ჩემ ხარეს იყო რა და ეს სუნი ისე მოდიოდა მეთქი ამადთან 40-ით რაღაცა მოვიგე და ამის სუიკითკენ ქონდა თვალები. ისეთი სუნი მოდიოდა. რა მაგარია, კაი რო თამაშობ კრაიზე და იქ რომ ამიდი ტახი რო ტრიალებს. ძალიან მაგარი პატივი გწეს, აი ძალიან მაგარი პაესკა იყო, აი წარმოუდგენელი ერთ-ერთი ახლა სადარ ყოფილა ხო? ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პაესკა იყო ეს ზიმბაბვეში, მაგრამ როგორც კი ის ბოლო თამაში მოუგეთ, კიდე 2 დღე უნდა ყოფილიყავით, გადაგვიყვანეს სუხარზე და წყალზე. წადი, თქვენი დაუნახავით დედაცოვატინე. სუხარზე და წყალზე. აი თბილისის თამაშს, ქუთაისის თამაშს რო დაუბრუნდეთ, ანუ რიონის პირას რო შევიკრიბეთო და სტადიონზე რო შეკრებილიყავით არ ჯობდა?
რავი მაგდენი არ ვიფიქრია რბილად რო თქვა ეს ერთკვირიანი სბორი ჩავატარეთ ქუთაისში ვიყავით მანამდე იმ დღეს ამოვიდა წვიმა DSK-ს იმაზე ვიყავით საწვრთნელ ბაზაზე და ეს სერიოზულად მოვემზადეთ რა თან კაი ბიჭებიც ვიყავით ახლა კარგად თამაშობდით რა სამოსაგროვი ბიჭები არ ვიყავით რა თქმა უნდა კაი ბიჭები ვიყავით ახლა ისა რა ქვია ლირიული გადახვევა გავაკეთეთ რა საბჭოთა კავშირის ნაკრებში როდესაც იყო 8 ქართველი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში რა ეს იყო 88 წელს ფაქტიურად 1 წლით ადრე რა და იყო უნივერსიადა პირველად ჩატარდა უნივერსიადა რომელიც საფრანგეთში ჩატარდა და მონაწილეობას იღებდა მთელი მსოფლიოს უძლიერესი გუნდები უნივერსიადა იყო ამ უნივერსიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრები ეთამაშა ზელანდიის ნაკრებს ბატონი ალექსანდრეს მონაწილეობდა კიდე 7 ცალი ქართველის მონაწილეობით 9-3 მოუგეს ზელანდიამ. საიდანაც 7 კაცი მოხდა მე ძირითად ნაკრებში ზელანდიელები რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. უიდედა, აი 7 არ ვიცი, მაგრამ 5 ნამდვილად თამაშობდა. 7 იყო დიდორმა. 7 იყო, 5 იყო, რა მნიშვნელობა აქვს? ზელანდია სულ 3 ყოფილიყო. ზელანდია 7 მოთამაშე ვიყავით და ერთი მწვრთნელი იყო რამა სანევლიძე უმაგრესი კაცი, უმაგრესი ბიჭი და აი თავდადებული რაგბის მოყვარული. ხო, კიდე მოდი რა გოჩა აბაშიძეც გავიხსენოთ, მაგარი კაცი, მამაჩემის კლასელი და უახლოესი ძმაკაცი ჩვენი ოჯახის ნათელმირონი. გოჩა ძალიან მაგარი კაცი, ძალიან მაგარი კაცი და აი გოჩა მახსოვს ჯერ წვრთნელიც იყო, მაგრამ საჯი ხო იყო და იყო. აი ახლა რო ყავს მაგარი ბიჭები, ახლა ჩვენი ესა რა ქვია. ამაშუკელი. რამაჩი იმ საჯა. ინგლისის წარმოუდგენელად ძალიან მაგარი რა. აი ერთ-ერთი გოჩას დაწყებული საქმეა. ხო. გოჩა იყო საჯი, იყო მწვრთნელი, იყო მოთამაშე, იყო რაგბის კავშირის პრეზიდენტი, კიდე ყველაფერს იკეთესთან ერთად. იყო მგივანი, ყველაფერი იყო რა, Universal Pictures-ი იყო რა, ფაქტიურად რა. უმაგრესი ადამიანი. უმაგრესი, ხო, პირველად გოჩასგან გავიგე მე, რომ არგენტინელები რაგბს კარგად თამაშობდნენ. გოჩამ მითხრა პირველად. ხო, მანამდე ხო რო ჩამოთვალეს რომ აი რაღაცა რო დაიწყო რო ცოტა რო რაღაცა ცოტა აზზე მოსვლა რო დავიწყეთ რა. აი პირველად რომ ნახე ლეჟავას თამაში და რომ მოვიწამლე და რომ დამაინტერესა ну ეხა ზელანდიას ვიცოდი, სამხრეთ აფრიკა ვიცოდი, მაგრამ არ უშვებდნენ აპარტეიდის გამო, მაგრამ მაგარი გუნდი ყავსო ესეც გოჩასგან ვიცოდი. ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი, რაღაცა საფრანგეთი, რაღაცა და ბრახ ბიჭო უცებ გავიგე რომ არგენტინამ ვიღაცასთან იქ მოიგო და გოჩას ვეკითხები არგენტინა მეთქი ვიღარი მე უთხარი და რასტოპარო მაგრამ არგენტინა მაგარი გუნდია ასე ლაპარაკობდა დუდუნებდა არგენტინას უპირატესობა ეს იყო რომ არგენტინა იყო ყველგან განსხვავებით ძალიან უცნაური ქვეყანა არის ეხლაც მაშინ მით უმეტეს არგენტინა იყო ის გუნდი რომელიც ბედავდა რომ მიუხედავად აპარტეიდისა მაგათ ეთამაშებოდა სამხრეთ აფრიკას სულ ეთამაშებოდა და იმათაც მერე დაუფასეს როდესაც 4-ში ერთ-ერთი მთავარი იყო ლობისტი სამხრეთ აფრიკა როდესაც სხვადასხვა სამხრეთ აფრიკას ეგ ახასიათებს ჩვენ შემთხვევაშიც ხო ჩვენ ხო ნუ სულ ამ 6 კერის კაკუნზე ვართ ისინი ყოველნაირად გვეხმარებიან, მიყავთ ჩვენი ბავშვები ავარჯიშებს სამხრეთ აფრიკას, კი. ყველა კი არ გქონდათ. აი, რო დამცინოდით ყველა სოფლიო თასის ფინალში, ყველა ზელანდია რო იყავით და მე რო სამხრეთ აფრიკა ვიყავი. გენაცვა. ჯიგარი, ეს ზელანდიელი. აი, ჯიგარი ხარ. გაუკეთეთ. აი, ბა აი არ მინდა ამაშუკას ვაწყენიო თორ მაგაზე მე ბუტება ხოლმე ბარს მაგათ საჯი ვინც იყო გადავედა გახდა ტენდენციური ახლა ქუთაისში ეს ამდენი აფრიკელი სად დააბინავეთ და როგორ მოუარეთ ინტორეში ნუ ორ დღით ჩამოვიდენ ხო ну თამაშის წინი ვარჯიშეს იმათვაც ვითამაშეთ ну თავიდან ძალიან ისა რა ქვია ცოტა აგრესულებიც იყვნენ რომ დაიწყეს წაგება და არელოდენ იქ მოიგეს ორი თამაში ჩამოვიდა ესენი ვინ არიან სოფლიოზე მოიგეს არა რუსეთში და მოსკოვის ნაკრებს და უკრაინას რომ მოუგეს ხო მოუგეს ჩამოვიდა და აქაც ეგონათ რომ გაისერნებდნენ და აქ რო ცოტა სხვანაირი დახვდა თან ის არა ისიც აუ მე კიდე რაღაცას მოგე. ეხლავე მოგვიწევით. ანუ არა, რასაც
ივარჯიშეს, ითამაშეს, ცოტა გაუტყდათ რა, რომ წააგეს, მაგრამ მე რა თქმა უნდა ბანკეტზე წავედით და ეხლა ბანკეტი სართულიანი სუფრები ქუთაისური სუფრა ამით ხო გადაირიენ დრო დათვრენ ჩავეხუტეთ ერთმანეთს ვინ უასვით რა თქმა უნდა ხო ლუდი ხო არ მოითხოვეს რა ვიცი ეხლა იქ ვინო იყო და ჭაჭა და ეგეთი რაღაცები მაგრამ იმერული ფორმალები ძალიან მაგარი კაი დროც გაატარეს და ძალიან მოეწონათ, მაგრამ ძალიან ეწყინათ ის რომ წააგეს და ამიტომ დავფატიჟეს 6 თვეში. თქვენ ჩამოდითო, ეხლა ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა რეგბის თამაშიო და ეგ იყო რა. თორე ძალიან კარგად აი ეს მესამე ტაიმზე ჩახუტება, როგორც ხდება ხოლმე. ხაჭაპურები იყო? ყველაფერი იყო. ხო, იმერული ხაჭაპური, ბიჭო, გელაია ნახე ნერწყვები მოდის, ვანელია ეს. და ისე რომ დიდი ურთიერთობა ქონოდა, ჩვენი ურთიერთობა შემოისაზღვრა იმით, რომ მარტო თამაშზე ვითამაშეთ და მე მესამე ტაიმზე ესე ჩავეხუტეთ და დილითვე გაფრინდნენ რა და ურთიერთობა არ ქონია და მე უკვე გქონდა იქ ზიმბაბვეში რო ჩავედი. საიდან გაფრინდნენ? ანუ ქუთაისიდან პირდაპირ არ იქნებოდა. ეს რა ქვია, თბილისიდან მოსკოვში ჩაფრინდნენ და მოსკოვიდან ხარარე. თან ჩვენ რო წავედით როგორი არის, მოსკოვიდან მიფრინავ. ბომბეიში ჟდები პერესატკას კი არა იმას პასატკას აკეთებ და მე მიდიხარ ხარარეში. იგივე თვითფრინავით? ხო, 14 საათიანი რეისი არის. რაში წავდით? აბა რას უწავდით? რა კითხავს? ძალიან მაგარი 14 საათი, აბა რას ვაკეთებ? არა, დერეფანს ვამუღამებდით. გაგადა რაფავას თუ ავიღებთ, ეხლა რაფავა არის, აი თქვენი სტუდიის სიმაღლე არის, არც მეტი არც ნაკლები და სიგანეშიც დაახლოებით ეგეთია. რაღაცა რო გითხარი, გამახსენდა მეთქი რა. 2011 წელს ჩატარდა ჩვენთან აქ ალაფა რა. ეს რა ქვია, ნუ 20 ლამდელების ალაფა რა, ეს რა არის, იცი, აი იმ დიდ 12-ში გადასასვლელი ტურნირი არის პირველ ადგილზე ვინც გადის მე გადადიხარ იქიდან ვარდება ბოლო ადგილი მე იქიდან ვარდება ბოლო ხო და იყო ზიმბაბვეს ნაკრებიც რა ჩამოსული და თამაშობთ რაღაცა და ბოლო თამაშია რაღაცა და ზიმბაბვეს თამაში არა ზიმბაბვეს კი არა ჩვენების თამაში იყო მაგრამ იმათ ნათამაშები ქონდათ ხო და იждენ და უყურებდნენ რა და ჩავდივართ ახლა იმაში რა ქვია ავჭალის სტადიონზე თვალით შევდივარ რა და გაიჩი და ხან შესული ზანგი რა და ეს ქუდი ახურავს ზიმბაბვესი და თან ხელებს ვიბანთ რაღაცა უკვე და მეთქი ზიმბაბველი ხარ მეთქი და ხო და მეთქი მეც ხარარეში ვართ მეთქი რა ნამყოფი მეთქი ნათამაშები ვარ მეთქი რაღაცა და ბიჭო მეც ვთამაშობდიო არა და ორი ზანგი ყავდა დარჩა ეს თეთრები ერთი იყო 7 ნომერი ერთი იყო 11 ნომერი რა და მეთქი რომელი ხარ 7 ხარ თუ 11 და 7 ვარ 7 ჩავეხუტეთ ესე ტუალეტში ერთად არხურები საჩეხტებია ტუალეტში ოჯალის სტადიონი ვინ არის ასე ხუტებიან და ესე იყო ავტობუსით ეგრევე მიდიოდე რაღაცა და მე ახლა არც უვენი მქონდა არაფერი გავარდი იქ მაიკა ვიყიდე იქ ღვინო რაღაცა და გამოვარდი ეს ბანკანა დაუქნიე გავაჩერე რა შევხვდი where is this my friend აუ იქიდანაც გადმოხტა ვაჩუკე ესენი იმადა თავისი მაჩუკა და ესე დავშორდი ასulis ამბავი როგორ მოაგვარეთ ანუ ასulis ამბავი მაინც საბჭოთა კავშირი იყო ხო აი ამდენადაც ის არ უნდა იყოს რა გასაკვირი რა რომ მოგვივიდა მოწვევა ბიჭო არ ვიცი რა ეს 99 წლის 9 აპრილის მერე თუ რაღაცნაირად შერბილებული იყო თუ რა იყო წინააღმდეგები არ წასულან რა დაჟე რომ ჩავფრინდით გუნდი იქ საბჭოთა კავშირის საელჩოში მოგვიწვეს შეხვედრა ანუ ელჩმას დაგვპატიჟა და მიგვიღო რა და იქ კიდე რაღაც ამერიკული გუნდი იყო ხო გუნდი იყო რომელიც ისეთ ტურნეზე იყო და ისინიც მიიღო. ანუ ჩვენთან ერთად იყვნენ ეს ამერიკელებიც რა და იქ გავიცანეთ და ეს ძალიან უცნაური ისტორია. ხო, ნუ ძალიან ისეთი კარგი მიღება გაგვიკეთეს, რომ ისეთი არა რომ აი რა დროს ისა და ეს არა ჩაულებრივი მიღება გაგვიკეთეს და ნორმალურად მიგვიღეს. როგორ წავედით? თბილისიდან წავედით 2 დღე მატარებლით. მე ის რეისი ხო გითხარი, ბომბეი არა და ჩავფრინდი და აქ მარტის ბოლოა, ჭყაპი, უბედურება და ჩადიხარ იქ და იცვავ შორტებს.
ამ შორტს აღარ იხდი რა და ხარ ბედნიერი რა. ძალიან მაგარი ხო მე ის ქონდა რა წაგვიყვანეს ნაციონალურ პარკში რა და ესეც მაგარი ისტორია რაღაცა და ეს ნაციონალურ პარკში რო წაგვიყვანეს იქ რაღაც ეს აქვთ სადაც ეს თვითონ ის ეგერები და ისინი არიან ზოოპარკებით აქვთ მოწყობილი და რისთვის იცით აი რამე ცხოველი რო გახდება ავა თან ჭრილობა რაღაცა მოყავთ ამ ოლიერებში ყავთ და მკურნალობენ და მე მოიყვანენ და მე უშვებენ ხო და ერთი დიდი გალია იდგა ესე იმაზე მაღალზე რა და ზემოდან გალია და იწვა მაგარი ლომი რა დიდი მორიექტო და ესე იწვა რა უმაგრესი ლომი და აუ დავინახეთ ქართველებმა და აი ბიჭო ეხლა ქუთაისელებმა გადავიღოთ სურათები და ეს 40 კაცი აბა იქით გაიწირა ატყდა ჭიჭყინი წიწინი მარჯვნივ წადი მარცხნივ წადი და ეს ლომი გვიყურეს ეს აი რო წამოხტა და მიახტა ამას რა ისად გარბოდა ეს 40 კაცი ესე გადავდიოდით ერთმანეთზე რა სურათი მაინც გადავიღე სურათის გადაღება მოასწარი მე კიდე ისეთი ვარიანტი იყო პატარა ლომები ყავდათ რა 2-3 წლის ლომები ყავდათ და ეს გოგო გვეუბნება თუ გინდათო შედითო სურათები გადაიღეთო და მეთქი დიდები არიანო რა უკვე 2 წლის 3 წლის დიდია პატარა აღარ იქნება ხო ხო ნუ დიდია რა და ნუ გეშინია თუ ეგენი ჯერ ისეთები არ არიან და თუ რაღაცა გამოიწიაო ეგრევე ჩაარტყიო რა თავშიო და ეგრევე ისაო რა გაზრდებაო ეგრევე შეეშინდება და ჩოკინა მყავდა მაგარიც მაგაცი რა წონებული მეგის აი გიუნაშვილი რო წერია ხო 2 ცალიდან 1 2 გიუნაშვილია მაიტა მე შევალო რა და 3 ბიჭი შევდივარ და გამოვაგე კარები და ესენი გამოიწენ ესე კი აგრესიულად კი არა მოსაფერე გააქანა და გლიჯა ეგრეაში ეკო რა შვებოდა აბა ეხლა სადველოდო როდის დამიწყებს შეჭმას უკი რა შევიროჩი ახლა ამა შევაჭმერინო თავიო მერე გვიანი იქნებაო სანამ გავარკვევ თამაშობს თუ რა შევა ვა ისე ფეხბურთში ფეოლაში რო არის ხვედელიძე დაცვას მიხედა დაცვასო თქვენ რას გიყვერებდნენ ხვედელიძე მოლს მიხედე მოლსო განაპირა აი ახლა ტაბუცაძე რო ყავს ხო მაგარი ბიჭი ძალიან უმაგრესი ერთი მეორეზე რომ მაგარს ანოსებს დევს ხო ძალიან მაგალელოები მაგ ადგილს თამაშობდი და აქ ნომრები არ აწერია მას არა ხო აი ნომრები არეულია არა აქ არის არა უკან არა ეს რა არის იცი ჩვენ მაისურებს აწერია ნომერი აი მაგალითად პირველი ნომერი 14 ნომერი 3 ნომერი და იქ აწერია გვარებით ეს ნომერი შედგენილი არის გვარებით ვის უთამაშია ნაკრებში პირველიდან ბოლომდე ანუ ასოებით არის ასოებით არის ხო 4-იანი და ხო აი ყველა ნომერში არის ვიც ბორჯალოსანი ყოფილა მაგალითად 14 იქნება უთამაშია ის გვარებით დგება გვარებით დგება ის რიცხვი ხო ძალიან ორიგინალურია ხო და ამ 14 ნომერში პირველი ჩემი არ არის რა თქვენი სახელი აა ეს ვიცოდით ვინმე აბა აწიეთ ხელი ვინ იცოდით გართუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმაც ბევრმა ეს არ იცოდა და ძალიან მაგარი ანუ 14 ნომერზე ხვედელიძეთი იწყება. ანუ ასე მოდის და მეერე ერთიანზე ხა ხვედელიძე. არა, წვრილად წერია და მეერე მიყვებიან სხვა ვისაც უთამაშია და ესე ივსება ესა რა ნომერი. ნომერი ივსება ეგრე. ვინც როდის მე ითამაშა ბორჯალოსანი. ძალიან მაგარია. ეგ არ არის ასე გავრცელებული ამბავი. არ არის. რომ მე მგონი გააკეთა სამხრეთ აფრიკამ პირველად. და მეერე იმას რა ქვია. ძალიან ორიგინალურია. აქ ახლა რა უყურებ ამ აფიშას ნომრები ზიმბაბველების წერია. არეულია, აბსოლუტურად არეულია, ნახე 15 არა, კი მოდის ესე 15, 14, 13, 14. მიაყოლეს პირდაპირ. 10, მე 1 2 3 4. ანუ თქვენი ნომერი ჩემი ნომერი იყო 14. 14 ხო, მაგრამ ნახე საცერაძე არის 14 ნომერზე. ხო, საცერაძე 15 იყო. საცერაძე 15 იყო. ხო, ამათი აქ 15 ზაგნიძეა. ზაგნიძე. ანუ არეულად არის რა. არეულად. კარგი, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა ახლა მითხარით, აბა? იყო ჩემპიონატი, ანუ რაგბის ჩემპიონატი, ხო? მე ვიცი რომ ახლა კი არ იყო პოპულარული ფეხბურთივით, კალათბურთივით. ძალიან ძლიერი იყო. საბჭოთა კავშირში ჰოკეისავით თუნდაც, ხო? მაგრამ ძლიერი ჩემპიონატი იყო.
და ჩვენ ორი გუნდით ვიყავით, ხო, წარმოდგენილი? სანდახან 3. ხან შევარდენის გადმოდიოდა. ხო. პოპულარული ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ აი ახლა მიშა რომ მოყვა ზელანდიას რომ მოუგეთ, მართლა სოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით, უნივერსიადა იყო თუ რა იყო, სოფლიო ტურნირის ეწყო. სოფლიო ჩემპიონატზე რომ მოვიგეთ, ჩემი ძმაკაცები იყვნენ მოსკოვში რა და ის მაგარი ის ამბავს რა, სპორტის მოყვარული ძმაკაცი ერთ-ერთი რა, ფოვა და ბიჭო, წამო სავეცკი სპორტი ვიყიდო გუშინ თამაში ქონდა თუ და იდეოდა ბიჭო ვეძებო და ქვემოთ პატარა ნეკროლოგივით იყო ესერმა მოუგო ზელანდიას მოუგო ხო ესერმა მოუგო ზელანდიას და მაგ ჩემპიონატზე მოგიყვები კიდე კაი ამბავს თუ გინდა როგორ არ მინდა ცხოვრობდით საფრანგეთში ტაუტაველში რა და ეს ტაუტაველი იყო როგორი იცით ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადამიანი ევროპაში აღმოჩენილი იყო მაგ და ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყო ჩამოსული ნუ ის არქეოლოგები იყვნენ და სხვადასხვა ამერიკიდან, კანადიდან, ინგლისიდან, იმიდან ძალიან ბევრი არქეოლოგები მუშაობდნენ იქ სადაც ჩვენ ცხოვრობდით ამ სოფელში რა და ამ სოფელში იყო ბარი სადაც იკრიბებოდა სუყველა რა ეს ჩვენ ახლა ეგრევე გავშინაურდით თან ბასკეტში ვიყავით რა ეგ არის ბასკეტი ქვედა მხარე ფრანგული ბასკეტი ხო ფრანგული ბასკეტი და ნუ ხო ყველას უყვარდით და ყველა მიცოდა რომ ქართველები ვიყავით თან ბრლომად ვიყავით 7 მოთამაშე ვიყავით ერთი მწვრთნელი მაშინ უკვე იყო ეს ამბავი კი კაცო კი საქართველები და ბასკების ამბავი მე ზელანდიას რომ მოვუგეთ მაგარ და ზელანდიისა ინგლისს მოვუგეთ შოტლანდიას მოუგეთ და ინგლისს რომ მოუგეთ წინ ვედგა ანდერვუდის ძმა ეს ანდერვუდის ძმა იყო უსმენთ ხალხო ამას ზელანდიასთან ამ მოუგებდით ინგლისს და შოტლანდიას მოუგეთო და მერეო ზელანდიის მერე მოუგეთო და უსმენთ ამას და ასე წყნარად რატო უსმენთ კინოს კი არ ყვება და მაგრამ ბალიშიკობდნენ მაგრამ შეუყვარდით ამ ხალხს რა ამ ტაუტაველის ბასკეტს ხო მაგრამ დაყვებოდნენ თამაშებზე და ეს დელეგაცია ერთი ამდენიღაც ერთი 40 კაცამდე იყვნენ რა ახალგაზრდები აქედან 20% სულ გოგონები იყვნენ რა და ერთ-ერთი მოგებული თამაშის მერე ესე ვზივართ რა ბარში რა და დიდი ბარი იყო და დიდი მაგი და ეს 7 ქართველი ხოვზე ვარ სულ ყველას გვერდზე გვიზიან ეს უცხოელები რა გოგოები ბიჭები რაღაცა გავსებულია იქ ადგილობრივები არა ისინი არქეოლოგები ადგილობრივი იქ ბარშია და ეს თავისებური და ლუდი გვიდევს დასალევები ამათავ საუბრობ ადაოთ რაღაცა მაგარ დროს ვატარებთ მოკლედ რა და იქით მაგიდაზე ის სამი ჩვენი გუნდელი რა რუსები რაღაცა და უდევთ მატრიოშკა იკრა და ეს დასაყიდა დურბინდი და ფოტოაპარატი ზენიტი არა იყო და ისა რა ქვია გრაფინი თქონდა წყალი და ჭიქა ჩვენ აქ პივები კოკაკოლები ყველაფერი თან გოგოებთან ერთად რაღაცა და ესე გუგლავდა და მოდის იქიდან თავარი მწვრთნელი და ეს ჩვენი მეორეც რამაზანებელი და ეს კობზები აი კაცი იყო რა ესეთი ნორმალი და მოდის და გამოიხედა ესენი გახედა ამადგა გამოქვე სამიზია რაღაცა მარტო წყალი მატრიოშკა გამოქვედა ჩვენ თავზე აი ესე ვარ და ყველას ფული რა თუ ნავი გახედა ამ თავზე სიტყვა არ უთქვია რატო სვავდით არა ეგრევე ხად გააგრძელე და ამაჯერ თქვენი მაგრამ ჩვენ მოდიოდით ცარიელი შანტები და ისინი ტელევიზორები და ვიდეო მაგათი დედა წოთი იკრას ვირად გაყიდიდე არა ეხლა ეგ ჩვენს ქონდა წაღებული ეხლა ის არ ქონდა და ფული ვის არ ჭირდებოდა მაგრამ აი ეს არა იქ ასეთ ამბავში აგეთ ამბავში ვინ დადებდა მაგრამ თავი რა არის იცი აი ეს ბასკები ხო იყვნენ და დამლაგებლები იყვნენ ამპარინი და სუზი იყვნენ ორი გოგო რა მაგრამ მახსოვს მაგარი და ვიციო თქვენო რაღაცეები გაქვთ აბა მომეცითო ეხლა ყველაფერიო და თვითონ მოხვი ეს ყველაფერს ჩვენ ბიჭებს რაც ქონდა წაღებელი წაიღეს და გაგვიყიდეს და მოგვიტანეს ფული ფული მოიტანეს აი ძმაო ესე გულაობდნენ და ფული აქეთ მოდიოდა
რუსები კიდე წყალზე იყვნენ. დახლი ქონდათ. დახლი ქონდათ. დახლი ქონდათ. კარგი, ბატონო მიხეილ, მე როგორ გაგრძელდა ესე იგი ქართული რაგბის ისტორია? ანუ რო წაუყვეთ ახლა უკვე რეალურად რომ მოვიწევთ დამოუკიდებლობა, ხო? მე იყო ის წყვეტა ომი. აფხაზეთის ომი იყო, სადაც გინ 9 აპრილი იყო, გინ აფხაზეთის ომი იყო, ძალიან ბევრი ბიჭი წავიდა და დაიღუპა საუბედუროდ. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი წავიდნენ, იმიტომ რომ რაღაც, რა ვიცი, ჩვეულებრივი მომენტი იყო. კლდიაშვილი, ერთი მეორეზე უფრო მაგრები ბიჭები. რა უნდა იყოს. დაგარაცუკა და ეს რა ქვია. ნუ ძალიან ისეთი ის იყო და ტყეში ჩავარდნები რაღაცა. ეს ომის პერიოდი იყო, რომელიც წყვეტა იყო და მე დაიჭრენ გოჩა, აი შენ ლეჟო. ლეჟოს კანტუზია ქონდა. ლეჟო დაჭრილი იყო. და მე თამაშობდა. გოჩა მაჭავარია, ხუმბარა მოხდა თავში და აფეთქდა იმაში რომ კინოში რომ რა მოხდა და არ აფეთქდა, ამას მოხდა და აფეთქდა. არა, ამას მოხდა ჩაუნდრია გადმოვარდა მათ ტვინის შეფო, აიცაი. მაგრამ წინა უფეთქა, სულ დაწყრულები არიან. ძალიან ბევრი. მე დავიწყეთ უკვე ხო, მე დაიწყო თავიდან შენება. მაშინ იყო გოჩამა ისა რა ქვია, აბაშიძე. რა ვიცი, მე უკვე წამოვიდა პლიადები. მე ბელუხა მოვიდა. ანუ ბიძინა გეგიძე და ბიძინა გეგიძის დროს იყო, როდესაც ბურძგლაც ხო იყო. ბურძგლა სუ იყო. ბურძგლა სუ იყო. თემურა ბენდიაშვილი, ბათუ კევლიშვილი, ბათუ ბიძია, რა თქმა უნდა, ბურძგლა ბიძიაც სუ იყო. რამაზა იყო სანებლიძე, დუგლას ისა. მოკლედ დიდი მაგარი ხალხი ჩამოვთვალეთ. ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ახალგაზრდები ვინც გვიყურებენ, აი ლეგენდები, აი ვინც მართლა აი აგურაგურა აშენა ქართული რაგბი, აი ესეთი გვარები ჩამოვთვალეთ ეხლა. აპლოდისმენტები ყველას. ძალიან მაგარი ხალხი ჩამოვთვალეთ. გელა მიქაბერიძე და მიქაბერიძე თავები ეხლა აპატიეთ თუ ვინმე გამომრჩით, ჩემო კარგებო, ყველა ძალიან მაგრები ხარ და მაგრამ გელა ასწავლე, ყველაფერს ასწავლე, ცხოვრებას ასწავლე ბავშვებს ეხლა და ეხლა ასწავლე. ძალიან მაგარი ბიჭები იყო. სორელი გადაურიეთ რომ ჩამოვიდა პირველად. სორელი ჩამოვიდა, სორელი საკმაოდ ძალიან ისეთი ნიჭიერი კაცი არის. სორელმა რომ დაინახა ის შესაძლებლობა რომ ეს ბავშვები თამაშობენ ამ დონეზე და ესეთი ძლიერები არიან, ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო და მივიდა ფრანგებთან, რომ ამას ჰქონდა ის ცნობა, რომ ფაქტიურად სელექციონერის სელექციონერი იყო. მისულიყო და აეხსნა ფრანგებისთვის, რომ აიცი რა, აი მე მყავს მაგალითად ამ დონის მოთამაშეები, რომელიც არის საქართველოს, რომელიც ვერ წარმოგიდგენია. იმიტომ რომ ბრიტანეთი იყო პრობლემა, იმიტომ რომ ბრიტანეთში არის ძალიან რთული სავიზო რეჟიმი. და საფრანგეთში არ იყო ეგეთი ისა რა ქვია, კაცრი რეჟიმი. პრაქტიკულად იქ სამუშაო ვიზის სტოლფასია, რომ ითამაშო. ხო, იგივე არის, აბსოლუტურად ჩაოლებრი სამუშაო ვიზა არის. იმიტომაც ვერ მიდიან ეხლაც. ხო. და წავიდა რაღაც ენრაოდენობით, ძალიან დიდი რაღაც პერიოდი იყო. ეხლა მე მგონი 400 რაღაცა კაცი არის იქ. და ეს სულ ტრიალებდა, მაგ 300-დან 500 კაცამდე რაოდენობა ქართველი, რომელიც იყო ის წარმოადგენილი სხვადასხვა დივიზიონებში რა. ხო და ამა თავის მე როგორი სიტუაცია იყო, იცით, რომ ფაქტიურად ფრანგული ტოპ 14-ის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის კლუბს თუ არ ყავდა ქართველი პირველ ხაზელი, აი პირველ ეტაპს გეუბნებით, ნუ ითვლებოდა რომ რაღაცა ჭირს ამ იმას კლუბს, თორე ნუ ეს ან აზზე არ არიან, ან რაღაცა ვერ არის იმ კაცის ამბავი. ან ქართველებს არ ევასებათ. ხო, ან მაგით ცოტა ნაკლებად იყო, მაგრამ ძირითადად პირველი ორი იყო და გატენილი იყო აბსოლუტურად ჩვენ. მე წავიდა ხაზის მოთამაშეები, ასე თუ ისე, მე მეორე ხაზი და მესამე ხაზი, როგორც რა ვიცი, ბიჭები ჩვენი მამუკანო წარმოუდგენელი დონის მოთამაშეები. ხა გორგოძე, ლეგენდა არის და იქნება. იგივე ზირაქა, იგივე რა ვიცი, ლაბაძე, წარმოიდგინეთ, ლაბაძე იყო, გიორგი ლაბაძე იყო, ანა უმაგას, ვილკინსონის და მერთენსის კაპიტანი იყო. მე მგონი თუ არ მეშლება რა. აი არც მეტი აღერ არის ეს რა ქვია. რა მაგის პასუხია და ზირაქამ ერთხელ ჩამოიტანა ჩამოსასხმელი ფრანგული კონიაკი. ხო, ახლა მე ჩემთვის არ ჩამოუტანია პირადად. გიორგი ჭუმბურიძეს ჩამოუტანა ნაგრების ექიმს. ბარონას. და უთხრა რომ თუ გინდაო ერთი ბოთლი ოთარას მიეციო. თუ გინდაო. თუ გინდაო. და იმანაც მოიტანა, ხედავ წესიერი კაცია. წესიერი კაცია.
აი რას ნიშნავს? მოიტანა ბიჭო ზირაქას ჩამოტანილი, ჩამოსასხმელი ფრანგული კონიაკი. აი ეს საფრანგეთში რომ მიხვალ და ასე რომ ჩამოგისხავენ ბოთლში. და წამო მე ეგეთი პადობანი რამე მე არ დამილევია ძმაო. ჩატე ხო რბილი. აუ რა აი ზირაქაზე სულ მახსენდება და რა ვქნა. ზირაქა მაგარი კაცი არ შეეშლებოდა. ძალიან მაგარი. მერე იყო ერთადერთი ბრიტანეთში ვინც იყო ჩვენგან იყო მერე კვესელაძე იყო მოგვიანებით, მაგრამ ყველაზე ძლიერი ძალა რაც იყო საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც ეს იყო რაფავა, რომელიც იყო ყოველთვის პელე იყო. ნუ აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო საერთო კონტექსტიდან, ის ყველანაირი მონაცემით იყო. თავის საქმის პელე იყო. კარგი, ბოლოსკენ წავედით და ერთსაც კი კითხავთ, ძალიან ვქომაგობდი საფრანგეთის ნაკრებს და ერთი კაცის გამო. ეს იყო მათი 4 ნომერი შაბალი. შაბალი. აი, რა ვქნა, ნუ მე ახლა ისე ვერ ვერკვევი სიღრმისეულად რაკში როგორც თქვენ, მაგრამ აი შაბალი ერთხელ მახსოვს ჰაკა რო გაუკეთეს ახალ ზელანდიელებმა, შაბალი ისეთი სახით იდგა, რომ აი ყველანაირი ჰაკა შეემსხრა, აი კედელივით. მაგარი თამაში იყო რა, ახლა არ ვიცი თქვენი დამოკიდებულება. მაგარი იყო, მაგრამ კანტანა ვერ იყო. კანტონა ვერ იყო. გამიგე ხო? კი, როგორ ვერ გაგიგეთ. შაბალზე რატო წავედი? ერთი ინტერვიუ წავიკითხე შაბალის და არ ვიცი ხუმრობს თუ არ ვიცი. ვატაჟორი ბრიტანეთში თამაშობდა დიდი ხანი. კი, დიდი ხანი თამაშობდა ინგლისში, ხო? ინგლისში, ხო. და ინტერვიუში წავიკითხე, რომ მეო ისე დავამთავრეო, ჩემიო სარაგბო კარიერაო. რომ რაგბის ყველა წესიო ბოლომდე არ ვიციო. ხო და თქვენ თუ იცოდით ეს წესები ზიმბაბვეში რო წახვედი. აი როგორ უთხარი ახლა აი როგორ წარმოვიდგინე, ნუ ფეხბურთში არის მომქმედი რაღაც დაახლოებით 20 წესამდე რა, რეალურად რა, თავის ბურთის წნევი და იმით და აი რებში რამდენი გონიათ, რამდენი არის, აი ეს უაზრო რაოდენობა უნდა ვთქვა? ხო, აი რაოდენობა, აი წესი. ხო. აი რაღაცა ვიტყვი ეხლა და დამცინებთ და 68 507 ახლოს ვიყავი. აქედან 20% 67 მაინც ვეთქვა. არა. მე სპეციალურად რომ მოვდიოდი გუშ რომ დამირეკა ალექსამ რა, დაურეკე ბიჭებს, ჩვენ საჯებს რომლებიც მართლა მაგრები არიან და რაც იმ ბავშვმა იმ საჯა ჩვენმა ბავშვი ნუ პატარა არის, მაგრამ ბავშვია, მაგრამ ხო, ნუ ისა რა ქვია, სასაული იყო და გადავამოწმე ოღონდ სხვა ბიჭებთან რა და ეს საჯებთან 507 არის, მაგრამ იქ არის რაღაც ისეთი გამავალი წესები, მაისურის რაღაცა, მაგრამ რეალურად მოქმედი არის 80-ზე მეტი. 80%-ზე. ანუ მაინც ახლოს ვიყავი. 67. ასე რომ მაგიტომ ხო, თქვი რა 77 ვინგიშლის. ხო, ახლოს იქნება. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოგზაურობისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ. ეს უდიდესი ან თქვენ ხართ ის ძველი ლექსი მახსენდება თუ საძირკველი დანგრეულიაო ხო დედის დარიგება შვილზე გახსოვთ ეგ ლექსი სკოლაში გვასწავლიდეთ ხო და თქვენ ხართ მაგ სკოლაში დავდიოდი ხო ერთ სკოლაში დავდიოდი თქვენ ხართ მაგდროინდელები ვარ მოკლედ მოდი ასე ვიტყვი მე რომ ალეკო ხვედელიძე და მიხეილ ხარატი ქართული რაგბის საძირკველი მყავდა სტუმრად დღეს უბრალოდ ალეკო მაგრამ საძირკველი ჩვენამდე არიან ჩვენამდე იყო გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.